ბოლშევიკებმა მთლიანად გააუქმეს პოლიტიკური პარტიები. ეს ინტერესი ჯგუფი ყავს ფაქტიურად ფუნდამენტი შემდგომში პოლიტიკური პარტიის ფორმირებისა. არ იცოდნენ ქართველმა პოლიტიკოსებმა თუ რანაირია სხვანაირი მართვა გარდა კომუნისტური მართვის არ და ჩვენ მართ მსხვერპლნი ამისა გარკვეულწილად ჩვენ მთლიანად მთელი ქვეყანა რომ ჩვენში პოლიტიკური კულტურა არის საკმარისად განვითარებული. დაპირისპირება ალბათ გამოძახილი არის ჯერ კიდევ 70-იანი წლების ეროვნულ მოძრაობაში იყო 3-4 სხვილი იდეური ხედვა. ბევრად უფრო უჭირს კომუნისტების კრიტიკა იმ დროს, ვიდრე უჭირდა 1 და 2 წლით ადრე. არ ვიცით საერთოდ რა არის ხელისუფლება და ამიტომ რაღაცნაირად გვჭირდება ამ გამოსავლის პოვნა. ძირსაგდია, ხო, ფაქტობრივად ძალაუფლება. მას არ ქონდა იმედი, რომ მხოლოდ რგვალი მაგიდის ძალებით შეძლებდა რეალური შედეგის მიღწევას. ამ სისხლის ღურამ გამოიწვია რადიკალიზაცია და ლეგიტიმაცია მისცა რადიკალიზაციას. ბოიკოტს უცხადებთ უზენაეს საბჭოს არჩევნებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უზენაეს საბჭოს არჩევნები ჩაიშალოს. უნდა შექმნილიყო ეროვნული კონგრესი, სადაც არჩეული ხელისუფლება მიიღებდა გადაწყვეტილებებს. იურიდიული არგუმენტებით დადო რგვალმა მაგიდა. ყველაზე ნათელი მაგალითი კომუნისტური პარტიის სისუსტის არის 25 მარტის არჩევნების გადადება. საინფორმაციო სივრცეზე დომინირებს დისიდენტური მოძრაობა. რატომ იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი პროპორციული საარჩევნო სისტემა? არ ჩანს ზუსტად რა ფუნქცია უნდა შეასრულოს ეროვნულმა კონგრესმა. უზენაეს საბჭოს ხდომაზე რა ხდება, ამას არავინ არ უყურებს საერთოდ. 17 მარტის რეფერენდუმს ჭირდებოდა საპასუხო რეაქცია, სხვა გამოსავალი არ იყო. ჯერ დამოუკიდებლობა და მერე არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა.